მივოცარ. შემდეგი ნომინაცია. პრემია საუკეთესო სტუდენტური მოთხრობა გადაეცემა ნინო ბერიძეს. მივოცართ ნინო. შემდეგი დიპლომი გადაეცემა თამარ ერისთავს. მივუვოცოთ თამარს. მივუვოცოთ თამარს. შემდეგი დიპლომი გადაეცემა ლუკა ათანელს. ლუკა ათანელს. როგორც ჩანს, ლუკა ჩაეძინა. ხო თქვით როგორც მოწმეს ისე დაკითხოთ. აბა ახლა ყველაფერი თავიდან მოყევი შენ აბაზარ. ახლა თავს აგაწევი. კარგად ჩამოყალიბე და ისე მომიყვები. გასაგებია? ჰა? ვერ გავიგე. შენ გაიგე რა? არ მესმის. ჰა? რა თქვი როგორ გაძარცვე? ვერ გავიგე. ეგრე თქვა? ამას ჭა. ხელი არ ახლო ბიჭო. თავი არაციო მან გიგი. ვა. ყავაც მოვიდა. თეკოა? მოიცა. თეკო, მიგლოცა. გელოს დაისტარი. მადლობთ. ტორტი მოგეწონათ? ძალიან გემრიელი. მაგარი. მაკადეიდას გადაიცი რომ ოქროს ხელები. ატყუებს თეკო, ჯერ არ გაუსინჯავს. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ოქროს ხელები არ აქვს. შენც ოქროს გოგო ხარ. შამპანიურზე ოთახში გელოდებით. აი, მადლობა თეკ. აუცილებლად აწოჩი შემოიერ. შენ შეხუარა, შეჭი. მაკადეიდა. აგერ იყიდება 35 ლარად ტორტები. ადე მიხედი ახლა შე. ისე გემრიელი კი არის, ხო იცი? დაეგდე მანდა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, ინფორმაციის მიღება გვინდა. პირდაპირ. გამარჯობა, ინფორმაციის მიღება სად შეიძლება? მადლობა. გამარჯობა ქალბატონო, ჩვენ გვაინტერესებს რის საფუძველზეა დაკავებული მოქალაქე ლუკა ათანელი. ერთი წუთით. გვარი გამიმეორეთ თუ შეიძლება. ათანელი, ლუკა. მოქალაქე ათანელი მოწმის სტატუსით იკითხება. მე მისი ადვოკატი ვარ, თემურ დვალი. სასტრაფოდ მოვითხოვ დაუყოვნებლივ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირთან შეხვედრას. ერთი წუთით მოიწმინეთ. თქვენი მოთხოვნა გადაცემულია. დაბრძანის დაელოდეთ პასუხს. მადლობა. ეხლა კარგად მომისმინე, ხო? ის რასაც გიშვებოდა მოფერებად მოგიჩვენება. თუ აზრზე არ მოხდა. გავიგე ამ. საგბიდი ხო ბიჭო? გაბაგები წელი. ეს მის. ხო ხდები რომ ეხლა შენთვის აქ არავის არ ცალია. მოგიტყნავ დედის ტრაღს. აქ ვზივარ ბიჭო შენს გამო, შეყლეო. ანუ გინდათ რომ დავიბრალო. ვითომ გოგოს მობილური გამოვტაცე და გავიკეთე. ხო. კაკრაზე გუნდა აღიარო. გაიგე? დავიბრალო. უნდა აღიარო, ბიჭო.
ესეთი ტუპოები რატო ხარ, ბრო? ჰა? ამას თუ არ აღიარებ, წამლის გასაღებას შეგდენ. ვაფშე წამაზე რამდენია იცი? სამუდამოდ მოგარჭობენ შეყლეოშე. აღიარე და მარტივად გამოდროები, მიდი. ანუ თუ აღიარებ გამიშვე. ბიჭო, აკვის რა თუნდე ხარ, აბა დაფიქრდი მაგაზე. რაღაც არ მჯერა. აი ფეხებზე მკიდეა რა გჯერა და რა არა. უნივერსიტეტში რო დაიწყე ხელების ფათური და ჩეგევარობა რომ მომინდომე. მაგით იცი რა ქენი? ჩვენ საქმეში ჩაყავით ხვირი. ჩვენ არავის არაფერს არ პატიობთ, ბიჭო. მედი შენი რო ეხლა აქ აღმოჩნდი, თორე? დაკითხვაზე იჯდებოდი დაბლა პადვალში, ტრაქში გექნებოდა გათხრილი დუბინკა. კალბატონო, გამეორებით ვეთხოვ ლუკა ათანელთან შეხვედრას. ბატონო, თქვენი მოთხოვნა გადაცემულია. ძალიან გთხოვთ დაბრძანდით, როგორც კი პასუხი იქნება, მაშინვე შეგატყობინებთ. ან დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები და დაგიკავშირდებით. მე დაკავშირება კი არა. ლუკა ათანელის ნახვა მინდა სასტრაფოდ. ბატონო, ლუკა ათანელი იმყოფება შენობაში მოწმის სტატუსით და ამჟამად იძლევა ჩვენებას. ძალიან კარგი, მე მისი ადვოკატი ვარ და ვითხოვ დამშვიდობ, ვითხოვ ჩვენების მიცემის პროცესს. ბატონო, გავიგეთ რომ მისი ადვოკატი ხართ და სწორედ ამიტომ თქვენი მოთხოვნა უკვე გადაშეიცება. ძალიან გთხოვთ დაბრძანდით და დაელოდეთ. დედამისი არის მოსული ადვოკატთან ერთად. დრო გაწევო. ბიჭებს დაუძახში. მიდი. ხო. კამერა წამოიღეთ. მოკლედ. აი ეგ დაწერე ახლა. ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, პრეტენზიები არ გამოჩნია. ხელს მოაწერ და მორჩა. მიდი. ძალიან ფურცელზე. ხო. რო რაც მოგინდებათ ჩაამატოთ. კი ბატონო. არა. არ მოაწერ. კარგი. ბოლოჯერ გეკითხები, დაწერ თუ არა? ალბათონო გაგვაგებინეთ რაღაც. არ შეიძლება ესე უბოლოთ ლოგინის რეჟიმში ყოფნა. ბატონო, გარწმუნებთ. როგორც კი თქვენი მოთხოვნა მივიღე, მაშინვე გადავეცი. გასაგებია რომ მაშინვე გადაეცით. მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ლუკა ათანელთან შეხვედრას. მე ვარ მისი ადვოკატი და მაქვს ამისი იურიდიული. ეს ხო გასაგებია? მისი ადვოკატი ხართ და თქვენი მოთხოვნა გადაცემული. მოვითხოვ დავესწრო ჩვენების მიცემის პროცესი. ბატონო, გავიგე, რასაც მოითხოვთ. ძალიან გთხოვთ, დაელოდეთ პასუხს. ახლა ამ განდონიან დუბინკა ტრაქში გაგთხრი შენ აბოზარო. დავაი მოაწერ. ვაწერ. დიახ. კი ბატონო, გასაგებია. ბატონო თემურ.
ლუკა ათანელის დაკითხვა დასრულებულია. თქვენ როგორც მის ადვოკატს უახლოეს მომავალში გადმოგეცემათ დაკითხვის ოქმი და მისი აღიარებითი ჩვენების ასლი. აღიარებითი ჩვენების ასლი? დიახ. რა აღიარებითი ჩვენება? რა აღიარებით ჩვენებაზე ალაპარაკი? ქალბატონო, გამომძიებელი მალე გამოგბრძანდება და თავად მოგახსენებთ ყველაფერს. გამომძიებელი ვინმე? მე დამატებითი ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს ბატონო თემურ, ძალიან გთხოვთ, გადაბრძანდით მოსაცდელ ზონაში და დაელოდეთ გამომძიებელს. კარგი. ათანელის ადვოკატი რომელია? მე ვარ. გამარჯობა. გამარჯობა, გამომძიებელი ბრძანდა. თქვენ მაინც აგვიხსნათ, აქ ვერავინ ვერაფერი ვერ აგვიხსნათ. უბრალოდ გვაინტერესებს რის საფუძველზე იმყოფება შენობაში ლუკა ათანელი. მოკლედ. ლუკა ათანელი დაკავებულია ძარცვის ბრალდებით. რა? ლუკა და ძარცვა? კი ბატონო. ამ ეტაპზე შენობაში იმყოფება ბრალდებულის სტატუსი. არა, ქვი რაღაც გეშლება, შეუძლებელია ესე იყოს. კი ბატონო, აი ეს არის დაკითხვის ოქმი და აქვე არის მისი აღიარებითი ჩვენების ასლი. თანარჩენ მასალებს მოგვიანებით გადმოვიცემთ. შეუძლებელია გეშლებათ რაღაც თქვენ, შეუძლებელია. ნახვარული შეიძლება. 72 საათში იქნება სასამართლო. კანონი დადგენილ ვადაში. არა, რაღაც გაუგებრობა ათემურად. რა ძარცვა? არა, წარმოუდგენელია. ჩემი ძმა, მოდი აქ ძმაკაც. მოდი ძმა, მოდი. ჩვენთან ადგილი ძმა. რა უნდა გათამაშო? მომარჯოს. პირველად, ხო? ხო, ეგრევე მივხვდი რომ პირველად. იცი რაზე მივხვდი? სახე გაქვს სუეჟი. სტუდენტი ჩახჭ. გეტყობა რომ პირველად ხარ, ეს სიმხრალე პირველად იგრძე. აბა მე ძმაო. რა გულკინა რო ბრუნდები მარტო მასში ვжди მას. კარგი ბიჭო, გაეში რა. ტვინი ამეხადავო. ამას შემოძმა ყურადღება არ მიაქციო რა. კაროჩე, რაც რადიო გაგვიფშტა, იმის მერე ბოზიშვილი ვიყო ბაზრობს და ბაზრობს. ბიჭო, გავიცანი ადამიანი. რა ქვია? როგორ თუ რა ქვია? როგორ თუ რა ქვია, რას ნიშნავს? რა ქვია? თუ არ გამოდამაცდი, როგორ გავიგებ რა ქვია? ლუკამ ქვია. ალეკა. ისე ალექსანდრე. შენ შეგიძლია ალეკა დამეწი. ეგუგო. მოდი ჩამოდი. არა, არ ვარ. დაღლილი არა ხარ? როგორ არ ხარ დაღლილი, მაგრამ დასვენება სად არის ძმაო? აქ დასვენება არ არის ძმიშვილი. ეხლა შენი ცირა გინდა. პაპიროსი. გამოივლო ფილტვებში და ეს სიმღრალე დაგავიცნეს. გაქვს პაპიროსი? არა, აი ვინმეს გამოვართვი, რამდენი ხალხია? ხვალ შეგექნება შენ მოაწევი. აქ არ ტეხავს, აქ მოსულა ეგეთი რაღაცეები. პერედად შემოგიგზავნიან. გეტყობა რომ კარგო ოჯახში გაზრდილი ბიჭი ჩახარ. მოდი. ცოტა შემოხვედრეთ.
ბიზნეს ჩალენჯი. სტუდენტი არ ხავს. ხოლზე რა გქოს? კუდი. დიდი ხანი ჯიქი. შემის. მაგრამ დაუმუშავე ხარ ჩემოც. არ ჩააქრო რა ზმურად რომ იცის მოუწევი. აი, ბიჭო. მე ვეღარ მთხოვია რა. აღარ გამოვართვა იცო. ჯიგარი. მოდი ძმა, მოდი. ამდენი ესეც მოიწია. გამსვი რა ბრატ. რომელი საათია? აუ ჩემი დაждობის დროა რა. აი 6 საათია რა. არა, მაგითო კი არა, იქნება მართლა საათი მაინტერესებს. ადექი რა მოაწყდა. ნუ გევასება, სულ ერთი და იგივე ბაზარი, თო. ვიღაცა ადგება, ვიღაცა დაждდება, ესე მონაცვლეობით. ნახჭირ შენ, თო ნახე კიდეს ის მოძი. მოდი ძმაო, მოდი რაზე. 258 კაცი ვართ და 16 კაციანია ეს ბეზრაზმენი დედა მოტყულა. და რამდენი პარაშაა, იცი? 1. წარმოიდგინე, თითო საათში რომ 3 კაცი შევიდეს, 24 საათის განმავლობაში პასტაენად ვიღაცა ჯვაობს. შენ კიდე რა გაატრაკე ძმაო, მაგ შენი პარაშათი, თო. რამდენს ლაპარაკო? ბიჭო, აუ კი არ ვღადაო. რა მოხდა, იცი? დანში ახალ ციხეს აშენებენ, აუშენებიან. რა იცი შენ? რა ვიცი? ექიმთან რომ ვიყავი გასული ეტაჟნი ოფიცერი ბაზრობდა ჩუმად მოусმი. რაო და 6 კაცი ერთ კამერაში, ერთი პარაშაც. კაც პარაშაჩი ვიცი და. ნუ მარტო პარაშა, ევროსტანდარტების ციხე იქნება, მე-7 კაცი არ შეიძლება რომ შემოვიდეს, რა. როგორც არის გათვლილი. ოფიცრებს სულ ისე ეცმევათ, რა. დაუთოვებული რამე, გამოპრანჭულები. იქ არის ბახოდუ, ცხელი წყალია, როცა მოგინდება შედი, გადაივლე ძმაო, გაიარე, გამოიარე. პლიაჟები, ლამაზი გოგოები. რა პლიაჟები თუ ძმა ხარ? რა კარტა გექნება, კარტა პერედას კი აღარ შემოგგზავნე. მაყუც ლაგერი ცხავე, რა შეყვადა, რასაც გინდა, იყიდი ძმაო. კანფეტი მოგინდება, შოკოლადი, რაც გინდა ყველაფერი თო. ბიბლიოთეკა იქნება, წიგნს წაიკითხავ, ბიჭო, წიგნს. ბახოდუ, კრუჟოკები იქნება, თეატრალური ნიჭი გაქვს, ვიღაცას მუსიკა უნდა ძმაო, ვიღაცას რაღაცა უნდა. შერისი ნიჭი გაქვს რა. ახალი ციფრა. მე რისი ნიჭიც მაქვს. მაგას კრუჟოკში ვერ ისწავლე. არ დაცალდა კაცი. რა ხარ უხაატეხინებს და. მოდი ძმა, მოდი ჩამოჭი. აუ რა, აი ჩვენში რა. შეხო მოთმენა. მაგას რა დაღლისო. სასტუმრო იხსნება ჩათვალეს, სასტუმროში მოვიდა. შეაგნებინა. არა, დაბრედოა, თო შანსი არა. ასაგებია, მაგრამ თუ ერთად მოხდებით, არის იმის ალბათობა, რომ თუ ახალში გადავყავართ, ერთად მოხდებით. თუ არ მოხდებით, მე დავავაგებ. ის რამდენი გვაქვს? მაგას როგორ გაიგე? შენ რამდენი? რა დინდა? ზღურად არ გიხარია ძმებო, კომფორტი გველოდება. ბოდიში. ო, არა, მე ჩემი აზრი ვსვი, მე ჩემ აზრს ვამბობ. არა, აი, ბოდი, თქვენ გენაცვალეთ. აი, ზმაო, აი. მე პროსტა კომფორტის ამბავში ვიძახი, კომფორტი. აი, ბოდიში. არ უხარია, ბიჭო, არაფერი არ უხარ გაგიჟება, რა ვიცი. აბა ვის მოვაწევიდო? სიგარეტი, რა გვი? ჯერ სადა ხარ, ო? ლიჟბი ვიზიტკა მომცენ, მე იქ ნახე სუპერმარკეტში სიგარეტები, კანფეტები, შოკოლადი, არაფერი არ მოგაკდებათ, ბიჭო, არაფერი ვაფშე. არა, ორი სიტყვა ვთქვით, მო, არაფერი. დავიღალე, ლოდინის მე ზიზღება, ლოდინი, არავის არ ევასება. აქ თუ ხარ ვაფშე უნდა ამოიგდო თავიდან ეგზნობა რა. ლოდინის? ლოდინის.
საგრად გაასწორებს, რასაც ისაუბრებს, თუ ეგრე მოხდა. აი ბიჭები ესე ფიქრობენ, გულის სხვა რამეებს უძლებთ. ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს, ის დედავად. გიჩუბე მოემზადეთ ეტაპისთვის სათითაოდ გამოდი და დადეგით კარებთან დროზე ვის ადა შეუდები წებო აი ვარონკა რა მოვიდა ბიჭო კარგი შემოგიო ბიჭო სავსო ავაი ძმებს ეგუტია ახალას მოგწევია ზოიძე იგინაშვილი აი ისას გითხარი ათანელი ჭახრაკია ჩეიძე დათუკიშვილი ინაცვალეთ ბიჭებო შევხვდებით ქადაგიშვილი კარგი ექიმი მოგინდება წამალს მოგცემს გეტყვის შედი კამერაში წამოწეკი დაისვენე სიგარეტი კანფეტები ერთი კანფეტი გუგას ერთი გიას ერთიც კიდე ალიკას უღო კულტურულად უნდა აი კანფეტი აი კანფეტი კარგი რა ბოდიშო კარგი გეყოფა ვაჟი 2 საათია თვისად არ დაიღალე ვაჟი გენაცვალები ზდილობიანად უთხრათ, კულტურულად უთხრათ, თავარი ხო ეგ არის. დატყობნა გავიდა სიცოცხლე გურდებს აბა ჩამოემზედა ბანდა მუკლად ბეჭარა ჩაჭმული მოდი ხაცგარა ბრიადე ჩარა მეორე გავიდა მოდია რა პრიზმატის შენი დედა
გაათვლია ამის დედა შევეც. როდედგო? ამიჩაცი. დავიდე და ირბინეთ ბიად. როდე? გარაში დაბოცა. ხანდაიარე. ანე ძერმე. ადგა ფეხზე. დროზე! ვარი. აჩანელი. სახელი. ლუკა. მუხლი. 178. ყაჩაღობაზე ის ბოსი. შენაირი ლამაზად დავარცხნილი პრესტოპნიკები მეზიზღება სწორედ. შენ მერე მოგხედავ. კარანტინში გაათრიე ნაბუზარიეკა. არის. ადე ბიჭო, ფერზე დროზე. ებრისკენ თავით. ხელები უკან.
ოპალია. მერვე საგანი. აიღე. ასტი. მესამე საგანი. ბიჭუა, პირველი საგანი. კარანტინის განკიდროულად გარეთ. კარანტინის დაშლა. Давай, Шавида. აქ დაწევი.
და ჩენზე ხოლმე დავდაპარაკოთ.